საქველმოქმედო ფონდი კეთილი სამარიელი ჭიათურას კვლავ ესტუმრა. მათ ჭიათურის მუნიციპალიტეტთან ერთად კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს. ამჯერად საჩუქრები ნიგოზეთის დარკვეთისა და მღვიმებში მცხოვრებმა 150-მა ბავშვმა მიიღო. აქციის ორგანიზატორები პირველად სოფელ ნიგოზეთის საბავშვო ბაღის ახსაზრდელებს ესტუმრნენ. დედის გული შენზე ფიქრით ლოცვით ასავზე თუ რაიმე გაგვჭირდა დედას უხმოწავს მე ამერიკიდან გამომიგზავნეს მე აი ეს კარგი სათამაშოები და ამით ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა ამერიკელებსაც, ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც, რომ ასეთი ძვირფასი საჩუქრები დაურიგა ჩემს ახსაზრდელებს. სტუმრებს თანატოლების მსგავსად საგანგებო კონცერტით შეხვდნენ დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ასტა მომივიდა, კიდე მომივიდა, კურდღელი მომივიდა სათამაშო და ეს ქუდი. ძალიან მომეწონა ეს საჩუქრები და დედიკას ეუბნებოდი ხოლმე მიყიდე ესა და ძალიან მადლობა მინდა რომ გადავცეს ყველას. ამერიკელი თანატოლებისგან გამოგზავნილი საჩუქრები მიიღეს მღვიმებში მცხოვრებმა 60-მდე ბავშვმა. მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით და გვეძლევა საშუალება ბავშვებს მაგალითით ვაჩვენოთ სიკეთე და მეტი სიყვარული. საქველმოქმედო აქციაში ჩართულები იყვნენ დარკვეთის, მღვიმევისა და ნიგოზეთის მაჟორიტარი დეპუტატები, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების უფროსი. საქველმოქმედო ფონდმა კეთილმა სამარიელმა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან, ქალბატონი ინა ასანიძის ძალის ხმევით დღეს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვებს. ეს ფონდი უამრავ კეთილ საქმეს ემსახურება. ძალიან სასიამოვნო დღეა, მადლობა ამისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ერთ ჩვეულებრივი დღე ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვებს დღესასწაულად უქციეს. დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახე კეთილი სამარიელის ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარებით გახარებული და სასიამოვნო იყო ხილვამდენი ბავშვის ერთად ასე ბედნიერი სახეებით. ორგანიზატორების თქმით, საქველმოქმედო აქცია მომავალშიც გაგრძელდება.